მოგესალმებით. ეთერშია კულინარიული დუელი და მისი წამყვანი მე გოჩა კაპანაძე. მოგესალმებით ამ როგორ ახარ? გავიღიმებ. თემო როგორ ახარ? კარგეთ. დღეს განსაკუთრებული სტუმრები გვყავს. აი გაზაფხულთან ასოცირდება. აი მათ უხდებათ ღიმილი თუ უხდებათ? უხდება და ყველას გიხდება, ქალბატონებს ყველას გიხდება ღიმილი. ჩვენი სტუმრები არიან ტელეწამყვანი, მოდელი მანიკა ასათიანი. გოჩა როგორ ხარ? გამარჯობა. გაკოცოთ. მოდი. ორჯერ. და რა თქმა უნდა, შესანიშნავი რეჟისორი. ბასა ფოცხიშვილი. ახლა შენ ორჯერ არ გაკოცო? არ შეიძლება. ეს წინასწარ შევთანხმდი. ძალიან ლამაზი ხართ. ვაუ, ეს თმები როგორ ჩვენ როგორც ნამდვილი დიასახლისები იცი რა, არასოდეს არ ასოცირდებოდი დიასახლისად. აი ახლა გამოგცდი და ვნახავ. დღეს მომზადებული მოვიდა. დღეს მომზადებული მოვიდა. კი. გიждები ესეთ ქალებზე და საერთოდ ქალბატონებს ჩემგან ყოველთვის დიდი სიმპათია. როგორ ახარ ჩემო სიხარული? კარგად ჩემო ძვირფას. გამოიყურები ბრწყინვალეთ. თამუნა როგორ არ? თამრიკო. კარგად. თამარ ფოცხიშვილი ჩვენი მეგობარი შესანიშნავი მხატვარი და ასე შემდეგ. ამას კიდევ მიუბრუნდენ. მადლობ. თამარ შვილიშვილები ეყოლა ტყუპები. უკვე ბებია სტატუსით არის პირველად. გილოცავთ, ბას, აქაც გილოცავთ. გილოცავთ. ჩემგან დიდი მოკითხვა. შენთან როგორ არის საქმე, ჩემო ლამაზო და მშვენიერი? გადასარევად და განსაკუთრებულად მიხარია ბასასთან ერთად რომ ვარ. იცი რა არის? აი თუ გაგიხარდება ფინალი ვნახავ, იმიტომ რომ აქ არის. არა, სადაც ბასა იქ შეჯიბრს აზრი არ აქვს, დღეს უნდა ვისიამოვნო. მაშინ იცი რა არის? მანიკა number 1 არის, გოჩა. მანიკა არის number 1 და number 1 ვინ არის მაგას მე გადავწყვიტა. ულაპარაკოთ, ამიტომ number 1 გადაწყდება ფინალში. არ არის შეფებო ესე. ჩვენი მე შეფებო მგონია რომ დღეს მეგობრობა გაიმარჯვებს და გადავინაწილებთ რაღაცა ისე ვქნათ რომ ორივე კერძი იყოს მნიშვნელოვანი. იცი რა არის? წინ ხა გვარი არ გამოიყენო. მე ასათიანი ვიყავი. ვიცი. და ამიტომ არ გინდა ეხლა და თუ სხვათა შორის ჩემი რძალია კაპანაძის მეუღლეა და ასე რომ აქ ძალიან გამიჭირდება დუელი. მაგრამ დუელია. აი ახლა კიდევ ვნახოთ თავარი ინგრედიენტი რა გვაქვს მომზადით შემოკარგოთ. აი აქ. ორივე? აბა რა. აბა პომიდორი, ჩერი პომიდორი. ჩერი პომიდორო. ჩვენიერი. ხო გიყვართ. ყველაფერს უხდება. 20 წუთი გვაქვს. 20 წუთის განმავლობაში ჩვენ მოვამზადებთ, რასაც შეფები გვეტყვენ რა უნდა და მოვამზადოთ. 20 წუთის განმავლობაში თუ ვერ ვასწრებთ, ბასა მაშინ აი წითელი ღილაკები რო არის ვაჭერთ, მოდიან შეფები გვეხმარებიან, მაგრამ 2 წუთს დაგაკლებთ. მე მგონი არ დაგჭირდება ბასა. არა, უცებ. როგორი თავდაჯერებულები? არა, იცი რა. მომზადებლები არიან. ისეთი ადამიანები აკეთებენ ყველაფერს ჩქარა. რაც ჩქარა კეთდება, ის არის კარგი. შენ საშუალო ძალიან ჩქარა იღებ ხოლმე ყველაფერს და ეს კიდევ ხარისხიანს და ფიქრობ რომ აი ახლა დუელი რომელიც გაიმართება, მე ძალიან ვისიამოვნებ. აბა რას ვამზადებთ? მიბძანი თქვენ შეფებთან? ჩვენ მინდა ვთქვა რომ ვისიამოვნებთ შენი საოცარი წარმატებით თან ჩემს ყველაზე საყვარელ იტალიაში და ისე გულშემატკივრობდი რომ ვიცი ჩვენ გულებს. კი, ეს არის მაყურებელმა რო იცოდეს, ეს არის საუბარი სიცილიაში ჩემს და ქართულ ჯგუფთან ერთად დადგმული სპექტაკლის ჯერ დაისი შემდგომ აბესალომი და ეთერი ფალიაშვილის და აი ამას საუბრობდა ბასა და ვფიქრობ რომ ეს ქართული კულტურის დიდი ზეიმი იყო ძალიან დიდი. თან იტალიაში, სადაც ბელინის თეატრში, სადაც მარია კალასი და ჩქებს. აბა გთხოვთ მიბზანით თქვენ შეფებთან. ჩვენ გამოცდილები ვართ ერთად მუშაობთ როგორ ხარ? კარგად, ხელთათმანიო დაიძახა. რეჟისორი. მომზადებულები ვართ, ეგრე კი არ არის. იმიტომ რომ საჭმელი უნდა გააკეთო. ყველა წესი დაცული უნდა იყოს. თან სტილშია ხელთათმანიც. ფერში რო გავუკეთებ, რა ჭკვიანი და ლამაზი ქალები არიან. აბა რას პომიდორისგან მოვამზადოთ ისეთი ცოცხალი, ფრეში, სეზონთან შესაფერისი სალათი. თან მარტივი და ბრი ყველი გამოვაცხოთ და ეს სალათი მოულაგოთ გარშემო. ბრი შესძენს ნოყიერებას და ეს პომიდორი გარშემო იქნება ისე ცინცხალი და ზაფხულთან ისეთი შესაფერისი სალათი გვექნება, ხო? ვჭრით, ვაზავებთ. ბევრი ისეთი ტექნიკების გამოყენება არ გვჭირდება. დროის ათვლა დავიწყოთ და გეტყვით. ბრუსკეტებს მოვამზადებთ, გვაკამოლეთი,
შემწვარი კრევეტები ღვინის соуში გვექნება ნიორთან ერთად და უკვე კარგად პომიდორი ჩერი. გადასარევი. მგონი ძალიან გემრიელი იქნება. ეჭვი არ მეპარება. მანიკა, ზადა ხარ? აბა მე რა სამზადებ? მზად ვარ, მე ძალიან მიყვარს ისედაც სამზარეულო. რა სამზადებ? დღეს მოვამზადებთ ბრუსკეტებს, გვაკამოლეთი, კრევეტები გვექნება ღვინის соуში და ნიორში შემწვარი, ეს უკვე საინტერესოა და პომიდორი ჩერით გავაფორმებთ, ესე ვთქვათ, საბოლოოდ. და ჩვენ ოღონდ სტრიხი მითხარით იქნება. და მზე მე მზად ვარ ახლა დავიწყო. ბასას შევეკითხო ჯერ თამუნა, თამუნ რას ვამზადებთ? ვამზადებთ პომიდორისგან მარტივ სალატს, სალატს ნოყიერებას მისცემს ბრიყველი, რომელსაც ღუმელში გამოვაცხობთ გამოყენებამდე. ღუმელში არც. ბრიზე მგიჟდები, ბრი და კამამბერი მიყვარს ძალიან. სანამ ჩვენ დავიწყებდეთ ჩვენ უკვე მომზადებას, რასაც ვამზადებთ, მამდე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სპონსორი არის Coca-Cola, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანა გზავრი და ყოველთვის ნებისმიერ კერძს უხდება. უხდება და ეს არის როგორც კლასიკური Coca-Cola, ისე შაქრიანიც, უშაქროც და ფიქრობ რომ უკვე დროა გოჩა მე მონტაჟის დროს ვამ ხოლმე როცა მშიან გადაღებაზე და საჭმელი არ არის. ყველაფერია. ენერგიას ენერგია იხსნება ბევრი. ნაცადი პრაქტიკაა, კი იგი ბატონო. ესეა. აბა ცეცხლი აინთო? ცეცხლი აინთო, შეფები მზად არიან, წამზომი ჩაირთო, დავიწყეთ. ბასა, ნახე, ბრი ავიღოთ, ჯერ მოდი, ჯერ ღუმელში გასაშვები პროდუქტები გავუშვათ ღუმელში და დასაჭრელებისთვის მე დავიტოვოთ დრო, ხო? პირდაპირ ეგრევე ამოვიღოთ, დავდოთ, მოდი აქ დაგიდებ, რა ხერხებულად იმუშავ. დავჭრათო? არა, ნახე, დადე, მეორეც გვაქვს, მეორეც გავხსნათ. აი ესეთი საჭმელი მიყვარს. ჯამრთელი, კულტურული, ლამაზად გასაკეთებელი. მერეც რო ლამაზია. სხვათა შორის არ ვიცი რომელ აქცევ ნახე დღეს იყო 5 ზონა არის თურმე მრავალ წლიანი ადამიანები დასახლებული რამ სოფლიოში და ძირითადად ყველას ბასა აქცენტი აქვს ჯანსაღზე და ძალიან საინტერესოა აუცილებელი თითქმის ყველგან წითელი ღვინო წითელი ღვინო სამწუხაროდ რომელსაც მე ვეშვა ვერანაირ ალკოჰოლს. ნახე, ახლა ან უნდა ჩავჭრათ ესე ოღონდ ბოლომდე არ გავჭრათ, კაი? ცოტა საკმარისია. აი ეს. მოდი გავაკეთოთ ესე, კი და ნახე. აი კიდე ამათ შორის რვანაჭერი რო გამოგვივიდეთ. აჰა, მშვენიერი. აი ეს მთლიანობა არ დაურღვიოთ, ვეცადოთ, ხო? მე ზეითუნი ესეთი მოვასხათ, ხოთა შორის. ეს სალათი მინდა გავაკეთო კახური ზეთით და მოდი მაგასაც კახური ზეთ. გიჟდები, კახური ზეთი მიმაჩნია ერთ-ერთ ხო. უგემრიელეს. აი მოდი აქ გადმოვასხავ და ყოლზით დავასხათ. მარილი, პილპილი, იდეალურია, ძალიან კარგია. ჯერ ვასხა მამას. ხო, აი ესე შორიდან ზემოდან. რამდენი? ბევრი არა, აი ესე. წვეთები რო ჟარონზე ამაზე რო დაესხას, არაფერი არ უჭერს, მშვენიერი. აი ესე მოვასხათ. პილპილი, მარილი, კიდე დავაყაროთ და კარგად მიყვარს ცნობა. ოდნავ მარილი და გავუშვათ ღუმელში. როზმარინი არ დაგვავიწყდეს, ზემოდან დავადოთ. როზმარინთან როგორ ხარ? ძალიან კარგად. პირველ რიგში ბაგეტის პური დავჭრათ, ერთ ცალს განახებ და მერე გავაგრძელოთ. მომეცი და ეს ძალიან კარგია ესენი, აბა ნახე. ხო, ანუ ამ ზომის ხო, ეს იგივე სითხი. ესეთი რო იყოს. ოხო, პურის დაჭრასაც თავის ტექნიკა. რა თქმა უნდა, ასათიანებს ეს როგორ შეგეშლებათ. არ უნდა შეგვეშალოს ნამდვილად. არ გვეკადრება. რამდენი ცალი გჭირდება? რაც უფრო ბევრი მით უკეთესი. ბევრ ადამიანს დავაპურებ. კი ბატონო. მან ასათიანები თქვენი მე კი ვიცი ჩვენი დედაჩემის მხარეს არის ლეჩხუმიდან ვარ. ლეჩხუმი. კი, ორხვიდან ესე გვარი წინაპარი იქ იყო. გაქვს ხასიათი, ხო, სვანური? ხო, ყველას თავისებური ხასიათი აქვს. კი, მე მომწონს. მაგრამ ლამაზები არიან პირველ რიგში. სვანი ქალები და დედაჩემის წინაპრები იყვნენ ბეჩოდან, ზედა სვანეთიდან ასათიანები. შვილი ერთი ყავს, ხო? შვილი ერთი მყავს. მაგრამ ასათიანი. ასათიანის ჯიშის, კი. ჯიშის და კარგი. თუმცა წივწივაძეა. წივწივაძეა, კი. კი ბატონო. აი მზამზარულსა როგორ ახარ? ძალიან მიყვარს. ზოგადად გურმანი ვარ და მომზადებაც მეხერხება და მიყვარს. თამამად ვამბობ. კარგი მზარეული ვარ. შენი რა არის? ძალიან. აი შენი რა არის ყველა ესეთი? აი რაც ადვილად უწე მოგივიდა სტუმარი. ყველაფერი ადვილად გამომდის. მართლა? კი.
ქართულიც, არაქართულიც და მიყვარს რაღაცების ჩემით იმპროვიზაციით გაკეთება. კი, ვიცი რა ამით ერთხელ საუბრდება. მოვყევით თუ არა დედაჩემი სულ მეგონა რომ არ იცოდა არაფერს კეთება, იმიტომ რომ ბები აყავდა ესეთი ქალი, რომელიც სულ სამზარეულოში არავის არ შეუშვებდა გამორიცხულიყო. ბებია რომ არ იყო საჭიროება ეს. ხო, რა თქმა უნდა, არა. და ბებია რომ გარდაიცვალა, ერთხელ თქვი და კიდე გამირებ, ჩემს ძმას უთხარ დავიღუპეთ. შივერები დავიხოცებით. უცებ ხმაგვესმის რომ რაღაცა ჭაკ-ჭუკ გავიხედე ჩემ უკვე სამზარეულოში იყო და მე არაფრით არ მეგონა ესეთ გემრიელად თუ აკეთებდა დედა. კი, თურმე. თურმე ასათიანის ქალსაც შეძლებია სამზარეულოში ტრიალი. თავარი მონდომება, ყველაფერი შეგვიძლია. ზოგს უფრო უკეთ, ზოგს ნაკლებად, მაგრამ არავის არ უშვებს სამზარეულოში? არა, როგორ არ ვუშვებ. მეუღლეს თუ აქვს აი სხვათა შორის ხო, აი ნაკლებად, ჩემი მეუღლე. რა უყვარს? სპორტსმენი ვიცი. ხო და არ ქონდა მაგისტრო რომ სამზარეულოში რაღაც ექსპერიმენტები ეტარებინა. ხო, ეხლა პრინციპში შენც სულ დატვირთული ხარ. კი. ხან ჩვენებები გაქვს, ხან არა, მეხმარებიან, რა ხარ. თქმა უნდა, უბრალოდ რასაც ვაკეთებ, გამომდის ძალიან გემრიელი. რა უყვარს შენ მეუღლეს? ჩემი გაკეთებული ყველაფერი, განსაკუთრებულად უყვარს ჩემი გაკეთებული. აბა ეხლა რო არ თქვას რომ ყველაფერი. ნებისმიერი სპაგეტი, ეს იქნება ბოლონეზე თუ 4 ყველით თუ კარბონარა იდეალურად მისთვის იდეალურად ვაკეთებ. ქართული კერძებიდან ძალიან უყვარს კოტლეტი. მეც ძალიან მიყვარს. კი, მეც ძალიან მიყვარს და კარგად გამომდის. კატლეტის პიურესთან ერთად. და კიდე ბევრი. ესე იგი კაცის სხვადასხვა კარტოფილის შეწვაც კი მგონია რომ ხელზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ მიჭამია ძალიან უგემურიც და ძალიან გემრიელის და მე გემრიელი გამომდის. ხო და ერთხელ გესტუმრები და ვნახავ ასათიანის ქალი კარტოფილს როგორ წვავს. კი ბატონო. ესე იგი კაცის გული მაინც კუჭზე გადის, მაგრამ შენთან ეს არა მხოლოდ, მაგრამ ესეც საჭიროა. ერთი ორი ღერო, ამას ორი ღერო იმას. თუ გინდა ჩარჭე, თუ გინდა ესე დავხოთ. აი ეს. არომაც გავუშვებთ. ჩარჭობა მე მგონი აი ესე დავადოთ. შვენიერი, ოდნავ მარილსაც იყოს როზმარინი მოუხდება. დიახ, კი, აჰა. მარილი მოვაყაროთ და გავუშვათ ღუმელში და დავიწყოთ სალათის დაჭრა. ეს აქ დავთ. რამდენი? ეგ ბევრი იქნება. ცოტა. აი მწიკვი ალბათ, ხო? ერთი მწიკვი. აი ეს საკმარისი ეყოფა? საკმარისი. ეს დაიწובה ღუმელში ძალიან ის მოდი მე გამოვხსნი. აჰა. და თან ამასთან ვართ ყურადღებით. მედი გვერდებიდან არ. ოკეი. ვიწყებთ დაჭრას აგერ სუფთა დანა. პომიდორი გავჭრათ შუაზე და გამოვუშვათ, აი აქ შევაგროვოთ, ხო? მე მიყვარს დიდი ნაჭრები. აი დიდად რო იჭრება, აი წვრილად დაჭრილი არ მიყვარს. ზოგი შეიძლება მთლიანიც გავუშვათ, თუ მოგცა საშუალება და არ გავჭრათ, ხო? მეც დიდები მიყვარს. ხო. კახური ზეთი და პომიდორი არის და იქით ფრანგული ყველი. დავამეგობროთ ის კახეთი და საფრანგეთი, ხა ამ სალათით. ბასა, როგორ ცხოვრობ, რომ რეჟიმი გაქვს რაღაც კოსმიური. სად გითენდება, იქ ღამდება. დილას რო ვიღვიძებ, არ ვიცი სად ვარ. თუ დილა რომელი საათია? ხანდახან 6 საათია დილა, მაგრამ ისე ძილი მიყვარს და დილა ჩემთვის კარგი დილა არის 12 საათი. აჰა. გასაკეთებ ყავა. წყალი, ფრეში, დიდი რაოდენობით ფორთოხლის და ყავა. ხომ არ გეწყინებ ერთი რაღაც უნდა გაგახსენო. ინსტიტუტში ბასა მოვიდა ჩვენ შემდეგ. სწავლობდა ქალბატონ ლანა ღოღობერიძის ჯგუფში ხო ისე იყო. და ცოტა პუტკუნა იყო. ცოტა არა, ძალიან პუტკუნა ვიყავი. იმიტომ რომ მქონდა აი ესეთი ბავშვები რო სუფთებიან გარდატეხის პერიოდში და მე გითხრა 2 დღე ვიყავი ცხოვრებაში დიეტაზე მხოლოდ და დეჩემა მითხრა რომელიც ექიმი იყო რომ ტყუილა ხარო იმიტომ რომ ეს პერიოდი ყველას აქვს სუფთებიან და შენ ისეთი პატარა წონით ხარო დაბადებული რომ არასოდეს სუქანი არ იქნებია. დედა თქვენი მახსოვს ტექნიკუმის დირექტორი იყო სამედიცინოს ლესელიძეზე. ვარ ცდები და ერთხელ მივედი რაღაც ვიღაცას პროტექციის გამო და შევედი ულამაზესი ქალბატონის ზის კაბინეტში და მე ვთხარი სამეთქი რუსთაველის
ვიცი შვილო, ვინც ახარ და რა გინდა? მეთხარი ესე ვიღაცის რაღაც საპროტექციოს მივიდა და გააკეთა და რისი თქმა მინდა. მე რო გამომედი რაღაც პერიოდში და უცებ გავიგე რომ ეს ქალდედა თქვენი წარმოშობით არის იტალიელი და როზიტა ვერბი. კი, იტალიური რაში გამოიხატება შენთვის? იტალია რასაც ასოციაცია რა არის შენთვის? დედის გარდა და სიყვარულის გარდა, გენეტიკის გარდა. სილამაზე, დახვეწილობა გემოვნება. და უკვდავება, იმიტომ რომ ერთადერთი სადაც წმუნდები რომ ყველაფერი წარმავალი არ არის, ეს არის რომი. კი, ნამდვილად. და ამიტომ ორი კვირის წინ მიყავი ახლა. რომში. ეხა როგორი იქნება. კი. კარგი ამინდი, სულ კარგი ამინდი. სადაც კულტურა ჩქეფს მუდამ, არა? სულ. და აი სადაც აი პანთეონთან რო ჩაივლი კოლიზეუმთან. კი ბატონო. შენი მშობლების სიყვარული, ისტორია, ეს არის ცნობილი ამბავი. დილა როგორი იყო მათი? დილას ჩვენთან უყვარდათ გვიან გაღვიძება, იმიტომ რომ მთელი ღამე მამაჩემიც მუშაობდა, კითხულობდა, ან წერდა, ან ფილმებს უყურებდა, მერე გვიანამდე ვლაპარაკობდით. და დილა იყო ცოტა გვიან და იწყებოდა ყავის მით. ოღონდ კარგი იყო რა იცით, დილას რო გაიღვიძებდი, აი ვინ მოვიდოდა არ იცოდი და აი ამაზე ვაფრე. მშობლებს ჰქონდა სამდღიანი ქორწილი და მერე ხელის მოწერა დაავიწყდათ, კი. და სასტუმროში არ შეუშვეს ერთად. აღარ შეუშინდა რომ ესეთი წესი იყო მაშინ საბჭოთა პერიოდში, რომ აუცილებლად უნდა ქონდოდა ჩანაწერი, რომ ეს არის სოლქმარი არიან. შენი ყველაზე საყვარელი ერთ-ერთი ბევრი აქვს. ჩემთვის ძალიან დიდი პოეტია, დღემდე ძალიან მიყვარს ბატონი მორისის კრებულს გადავშლი ხოლმე და არა მარტო ჩემთვის უამრავი მის ლექსზე შეიქმნა შესანიშნავი სიმღერა და აი შენთვის რომელია ესეთი გამორჩეული? ბევრია, მაგრამ აი ამ წუთში რო გაგახსენდა. ბევრია ძალიან და შენ ძალიან კარგად კითხულობ ბატონ მორის. მადლობა. ძალიან მაგარი. მე მიყვარს საერთოდ პოეზია და თან პოეზიას კითხულობენ კარგად თვითონ პოეტები. კი, ნამდვილად გეთანხმები. იმიტომ რომ არ აძლევენ პათეტიკას. და არ აძლევენ აქცენტებს, რასაც ამ მსახიობები ვაკეთებთ. კარგი პოეზია უნდა იყოს მსუბუქი, ისეთი. ეხლა რადგან ჩვენ საჭმელს ვაკეთებთ, ეხა გამახსენდა ორ ფრაზას გეტყვით, რომ პურიც იყო და მარილიც მაინც ერთმანეთს ჭამდი, რაც იყო, ჩქარაჩაივლის არ შეგაშინოს. ამიტომ პურიც იქნება მარილიც მაინც ერთმანეთს შევჭამთ და სამწუხაროდ ეს ისეთი რეალობაა. სხვათა შორის ბატონ მორის აქვს ძალიან დღესაც რო ძალიან ძაფრად მახსენდება, აი ამ წუთში გამახსენდა, როდესაც პოეზიაზე ვსაუბრობდით, მას აქვს ერთი ლექსი, ერთი ძალიან მიყვარს ჭადრაკზე, ძალიან მიყვარს. და მოდი ესე ვიტყოდი, პოპულარიზაცია მისი ბოლო წლებში ცოტა მივიწყებულია. რა მოხდა? მთავარია ლექს ამბობდეს, ფრაზას ამბობდეს, ის ლექსი იმღერებოდეს, იმიტომ რომ ეხაც მე რომ სადღაც ვარ ხოლმე და რომ ღერიან ახალგაზრდები ან რაღაცას ამბობენ. ავტორი არ იციან. უცებ ვიტყვი ხოლმე, ეს მამაჩემი. ეს მამასია. აი მაგ ზუსტად გვიგულისხმე მე, იმიტომ რომ ხანდახან ჭირდება ხოლმე პოეტსაც, კომპოზიტორსაც, მხატვარსაც, ფილმის ავტორსაც, რომ ეს მისია. ხანდახან არის ხოლმე, რაღაც დავივიწყეთ ხოლმე რაღაც მომენტში, რომ აღარ ვაცხადებთ ხოლმე, იგივე მაგალითად ბევრი კონცერტი გაიკეთებია. მე ძალიან ბევრი და ძალიან ბევრ კონცერტში ჩვენ ხანდახან აი პოეტ ამადამ ლექსზე შექმნილი უკვე თითქმის დავივიწყეთ ეს და მე ვფიქრობ, რომ დროა როგორც კომპოზიტორს აუცილებელია, იმიტომ რომ იცით რა, სახელი მაინც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თაობამ უნდა იცოდეს ვის ლექსია შექმნილი ესათვის ნაწარმოები. მე ესე ვფიქრობ. გოჩა, მადლობთ ჩემო საყვარელო, რომ შესანიშნავად მიდიხარ წინ. და ჩემო ოჯახზე ლაპარაკობთ. ჩემი ოჯახი შესანიშნავი მაკომე კი არა. მთელმა საქართველომ უნდა ისაუბროს, იმიტომ რომ შესანიშნავი შთამომავლობა დატოვეს და ბრწყინვალე დიდი მადლობა. გოგონები, ამას შემდეგ გავაგრძელებთ. აი ახლა ოჰოჰოჰოჰოჰო, მანიკა რა დღეშია. აბა, თან საქმე, თან გისმენდით სიამოვნებით, იმიტომ რომ გიждდები ბასაზე, მის ოჯახზე და
კი. რა თქმა უნდა მორისის ლექსებზე და იმ სიმღერებზე რომლებიც შეიქმნა შემდგომ. აბა ასათიანებზე მამა შენზე მესაუბრე 19 წლის როცა დაქორწინდა ექიმი პროფესიით კიდე პატარა 18 წლის კიდე ხوار ჩამოვიდეთ თქვენთან არა 17-18 იყვნენ დედაჩემი და მამაჩემი და ორი ქალიშვილი 19 წლისას 19-20 წლისას უკვე ორივე ვყავდით ჩემი და ჩემზე ერთი წლით და შენ მადამ დაგარქვეს შენ სახელი ხო კი მე მქვია მარიამი ხშირად ისმის კითხვა რა მქვია რეალურად მაგრამ რო დავიბადე ანი იყო ერთი წლის შესაბამისად უჭირდა საუბარი და რს ვერ ამბობდა და დამარქვა მანიკა და მის შემდგომ დაგჭა და დარჩა კი და მიხარია უძირფასესი საჩუქარი გამიკეთა ჩემმა და ერთი წლის ასაკში მანიკა მარტო მე ვარ არა სხვათა შორის რამდენიმე ადამიანმა მომწერა შულს დავარქვი იმიტომ რომ ხო პოპულარული ხარ და მითო შენს გამო და მიხარია კარგი ისტორიას მოგიყვებით პოპულარობის გამო არ ვიცი ნანულის არაჯიშვილს ეხება ეს ვასა ნანული მერთხელ მოდის ვერაზე მანიკა და ქალბატონი მოდის უკვე ცოტა უკვე წლებში ქალბატონი და ნანული გადაწყვიტა რომ გადაიყვანოს მოეხმაროს და ქალბატონო თუ შეიძლება მოგეხმაროთ კიო გენდაცვალებ და ეხა გამოდიან მიდიან და უცებ ამ ქალმა ამოხედა მანიკა და დაინახა რომ ნანულია აი მეო რა კარგია რომ გაგიცანითო მეო დედაჩემო თქვენ რო ფილმი გამოვიდა მის შემდეგ დამარქვა მანანაო და ნანული სახელი ნანულის ეგონა რომ ცქვიტი რაღაც ესე და ნანული თქვა რო გადავედი ვიფიქრე ესე ამ ქალბატონზე 10 წლით უფროსი გამოვდივარო და მეც მემართება ხოლმე მიმართა ქალბატონო ან დეიდა და მე რო ვიგებ ხოლმე რომ რატომ მიმართავო კოკო მეკითხება და როგორ უფროსი ადამიანია კოკო შენზე 10 წლით პატარაო ასაკის მატება ყველა ქალბატონი განიცდის მაგრამ შენთან ეს ჯერ კიდევ შორეული წარსულია იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოიყურები შესანიშნავ ფორმაში ხარ და თუ არის რაღაც მაინც ებრძვია საქმეს ასაკს როგორ უნდა ვებრძოლო იმიტომ რომ ვერ მოვუგებდა სადაც აი მორისი მასწავლდა რომ როცა ერთ წონით კატეგორიაში არ გამოდიხართ იმასთან არ იბრძოლო და ამიტომ არ ვებრძვი ოღონდ რატო ამიტომ მე რო არ ვებრძვი ისიც არ მებრძვის ამიტომ ნორმალურად კარგი ფორმულა ესე იგი არ ვიბრძოლო არა იცი რა არის თან ბას არის ადამიანი რომელიც ყველა დროში არის თანამედროვე თავარი დროს არ ჩამორჩე პირიქით ბას არის სუწინ უსწრებს და შესაბამისად არ შეაშინებს არასდროს. ვასამ შეიძლება არ და საკმაოდ პროვოკატორია ხოლმე რაღაცეებში, ჩვენ პროფესიაში. ეს ძალიან კარგია. რას გულისხმობ გეტყვით. ხანდახან ისეთი კუთხიდან დაგანახებს ამან თუ იმ მოვლენას, ეს მისი პროფესიიდან გამომდინარეც არის. ხედვა, რა თქმა უნდა, ხედვა აქვს ძალიან საინტერესო და ვიტყოდი რომ იშვიათად შემხედრია კოლეგა, რომელიც მეორე კოლეგის ნამუშევრით იყოს აღფრთოვანებული. იშვიათად მინახავს ადამიანი და ეს არის ბასა, რომელიც ყოველთვის შეუძლია აღიაროს, რომ აი ნეტა მე გამეკეთებია. მე მაქვს ხოლმე როცა ვუყურებ დარბაზში რო ვზივარ. აი როგორ მომიდება ხოლმე და თეთრი შური არავით არის შური. გიждები რომ ადამიანს შეუძლია აი ამ კუთხიდან დაგანახოს რაღაც ახალი მოვლენა. და თან ისეთი კოლეგები მყავს. აი სულ ერთი მეორეზე უკეთესები. და ყველა კიდე ჩემზე უკეთესია. ხო, თუმცა ამის აღიარება და სხვისი წარმატების აღიარება რთულია და იცი რა არის, სხვანაირად მან კარგად მოდის და გეტყვი რატომ თუ ეს პროფესია გიყვარს, აბა რისთვის ახარ, რომ აღფრთოვანდეს სხვისი ნამუშევრი. არა, ეგ ცალკე ადამიანური თვისებაა. მანიკა და იცი რომ ნერვიულობ, აი როდესაც თქვათ მიდის სპექტაკლი. სხვისი ხო ბასა? ან გოჩასი, ან გოგი ოპინია ხოლმე და რამჭირს იცი რომ ნერვიულობ. გულშემატკივრო, იმცოთას ვარ მეც არაჩვეულებრივი მდგომარეობაში და ნერვიულობ სულ. კი, იცი რა არის, ერთხელ ბატონა გიზო ჟორდანიამ ჩემმა პედაგოგმა თქვა რაღაც მე და მერაბი მივდიოდით სპექტაკლზე და ერთი კოლეგა ეუნება ბასა სად მიდიხართო ჩვენ სტუდენტები ვარ და მე ვთქარი რუსთაველისიაჩი რობერტ სტურუას პრემიერა არ მეთქი და გავვივართ და ბატონ გიზო აბა რა გაი წადით და უცებ მესმისო ჩვენ ხომ არ წავიდეთ ერთ რეჟისორს რომ მომეწონოსო და გიზომ და აბა რისთვის არის ჩვენი პროფესია უნდა მოგეწონოსო აი ახლა კი აი პომოდორის ეკი ვინ არის ჟიურის წევრები არიან ძალიან მკაცრები იქნებიან დარწმუნებული მაგრამ ძალიან კეთილები
და რეკლამის შემდგომ უკვე ამ შოუზე ვისაუბრებთ. ბრუნდებით რეკლამის შემდგომ, რა თქმა უნდა, Coca-Cola-სთან ერთად, ის ჩვენი ყოველთვის ჩვენს გვერდით არის, შაქრიანიც და კლასიკურიც, უშაქროც და ვფიქრობ, რომ აი ახლა დადგა დრო, რომ ბევრი რაღაც საინტერესო ამბები გავიგოთ. თან დროს არ დავკარგავ? ძალიან საინტერესო მეგაშოუა, ვინ არის. პირველი ეპიზოდი უკვე გავიდა. დაგვტოვა ოთარ გაბელიამ და რა კრიტერიუმით მიხვდით რომ ეს ის არის ან არ ვერ არის? მივხვდით, გოჩა, როგორ შეიძლებოდა რომ დაგვეშვა. იცი რა, ამ პროექტმა მიგვაჩვია რომ ნებისმიერი ადამიანი უნდა დავუშვათ რომ შეიძლება იქ იყოს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი და გავიხსენოთ ხოლმე სულ. კი, აი ქალბატონმა ნონამ გააკეთა ის რომ უკვე წარმოუდგენელიც კი შესაძლებელია რომ იყოს პროექტში. ამიტომ ესე რამე ლოგიკას რომ ასე ჩამჭიდებოდით, ალბათ ოთარ გაბელიასაც გამოვიცნობდით, მაგრამ მაინც ძალიან მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო და ხო საერთოდ ძალიან გვიხარია რომ მსგავსი პროექტი გვაქვს არხზე და შესაძლებლობა რომ ამ ყველაფრის თანამონაწილეები ჩვენც ვიყოთ. ბასა, ყურძნის ესეთი კოსტუმის უკან იყო ოთარი. აი როგორ და მიმხვდარიყავი? თან პირველად ახარ ამ ჟიურში, ხო, ამაში. პირველად და ძალიან ვისიამოვნე. ჟიურში უკაცრავი. და ძალიან აზარტული, ძალიან ჯერთი ისეთ ადამიანებთან ერთად ვიყავი და ძალიან ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ეს პერიოდი ვისვენებდი, იმიტომ რომ არ მეგონა რომ ესე ჩამithრევდა. ძალიან აზარტულია. აი აღმოჩენა იყო ოთარ გაბელია. თან მართალია Miss Marple ჩემგან არ გამოვიდა, მაგრამ აი ოთარ გაბელია, რომელზეც გიჟდებოდი. კი ბატონო. და აი ესეთი მეკარე, აი მართლა ქართული ფეხბურთის და არა მარტო ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. დინამო. თან მე როგორი გულშემატკივარი ვარ, იცით რომ აი ამასაკიდან სულ აბონემენტები მქონდა ხოლმე ყველა მან. მთელი ყველა სეზონს. 13 მაისს რა ხდებოდა კიდე ხო გახსოვს, დაინგრა თბილისი და საქართველო. და როგორ ვერ მივხვდი, ოღონდ ერთადერთი რაც იყო, ჟიურის ყველა წევრმა თქვა, რომ იყო სპორტსმენი და ფეხბურთელი. ან კომენტატორი. რამ მიგახვედრათ ეს? ფეხბურთთან. რატომ იცით ფეხბურთს აქვს კიდე აი სხვა ხიბლი. გუნდურ სპორტს, აი ზოგადად აქვს აი სხვა სიკეთი აქვს, ადამიანური ურთიერთობები თანადგომა აქვს. აი გიჟდები გუნდურ სპორტზე. კი, რა თქმა უნდა. და ფეხბურთზე პირველ რიგში რა ვქნა. აი ეს მინიშნება ხო არის ხო? კალათბურთზეც ვაფრენ, მაგრამ ფეხბურთი აი მეფე. აი მინიშნება ხომ არის ხო იმ სიმღერაში ფეხბურთთან დაკავშირებით? ხო არ გადმოაგდეს ანკესი? კი ოღონდ მე ამბობდი რომ დინამო უნდა ემღერა და მაშინ მივხვდებოდი. მაშინ მივხვდებოდი და ეგრე მარილ მოვაყარე. შენც ვერ მივხვდიდა რა. რა ვერსიები ქონდა? ვერსია იყო ილიკო სუხიშვილი თქვა თარტატიშვილმა. ჩვენი ვერსია იყო, მე მგონი მე ვთქვი ბიძინა ბარათაშვილი, თუ სწორად მახსოვს, არველაძე გაჟღერდა ბასას მხრიდან. ესე მაინც სპორტთან ტრიალებდით. კი და ანრიმ ვინ თქვა? კეცბაია. და ნუ ყოფილი ფეხბურთელი და შესანიშნავი. კი. ხო, ანუ სფერო მაინც გავარტყით, ამითაც ბედნიერები ვიყავით. ალბათ პირველ ჯერზე გამოცნობა ძალიან რთულია. რამდენჯერმე რომ მოусმენ და იქ რაღაც პატარ-პატარა მინიშნებასაც გაძლევენ, კიდევ უფრო შედარებით მარტივია მიხვიდეს სწორ ვერსიამდე. ესეთი კრიმინალისტური დაკვირვება რა არის ხომ? რას აქცევ ძალიან დიდ ყურადღებას და ხანდახან რო არ ტყავ. სხეულის ენას თუნდაც ჩემ მაგალითი აქ შენ გამარჯვებული ხარ. ხო და რთულია სქესის ამოცნობაც კი. სხეულის ენით შესაძლებელია იქ მაინც მიხვდე. ჩემ შემთხვევაში ვერ მიხვდნენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას მაინც სწორად კაცი ეგონეთ შენ, დაიწყოთ ამით. კი, ზუსტად და აი შენ რო კაცი ეგონებით, დამთავრებული ეგ ამბავი. მასწავლეს. აი, მაგაში ხარ გარდასახვაკები იყო ძალიან მაღალ დონეზე. ხო და ჩემი რას აქცევ ყურადღებას სხეულის ენას, ხმას რა თქმა უნდა, მაგრამ აქაც ძალიან პროფესიონალები მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შენი ღბულები იყვნენ ისე და თავიანთი ნამდვილი ხმით არ იმღერონ და კი. ამიტომ სულ ყოველთვის სხვათა შორის მე სულ ვამბობ, რომ ჩემი ამოცანა მაინც და მაინც არ არის ხოლმე, რომ თავიდანვე სწორი ვერსია ვთქვა, მაქსიმალურად სიამოვნების მიღება, ხელშეწყობა, რომ
ბოლომდე დაიხარჯოს თითოეული დეტექტივიც იყოს. ხო, კი და თან მე როგორც მონაწილე განსაკუთრებულად ვგრძნობ ხოლმე რას შეიძლება განიცდიდნენ ისინი სცენაზე. ამიტომ სულ ემპათიით ვარ მათ რა მიმართ. თქმა უნდა. კი. ბასა, რა მაინტერესებს? მანიკამ თქვა, ეხლა ნახსენე ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი. მე მახსოვს შენი შესანიშნავი გაკეთებული წინვალე მონტე-კარლოში European Golden Phone, ევროპის საჭადრაკო ოსკარის. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო იმიტომ, რომ შენ კარგი რეჟისორი ხარ, ამიტომაც მიგიწვიეს იქ, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოს ქალებმა აი თითქმის 30 წელი მსოფლიოში პირველები ვიყავით და ვართ და ვფიქრობ, რომ მომავალი კიდე უკეთესი იქნება. აი რა იყო შენი კრედო, იდეა რა იყო შენი, როგორც რეჟისორის? იდეა იყო ჭადრაკის დაფათქცეულ მიწაზე არ აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს. იქიდან და ყველა პაიკი მეფისთვის იბრძვის, ყველა პაიკი მეფისთვის კდება. ბატონი მორისის. და თავარი საერთოდ ჭადრაკი მიყვარს, ჭადრაკი არის არა მარტო თამაში, ეს არის ფილოსოფია. აი რაღაცა ცხოვრების წესად მიმაჩნია და ყველაფერი ლოგიკურია. ყველაფერი ლოგიკურია. ყველაფერი. და ისიც რომ დედოფალია ჭადრაკში მთავარი ფიგურა, აი ეს არის რაღაც საოცრება, იმიტომ რომ პაიკიც კი მიდის რომ დედოფალ გარდაიქნება. მეფეთ არა და მეფეს იცავს ყველა, აი ყველა კუბ, აიკი, აი სტურა, ყველაფერი და ის არაფერს არ აკეთებს. ეს აღარ განვავრცობ ამ თემას. გამგები გაიგებს, ერთადერთი არ შეეხება ჩვენს დიდებულ მეფეებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ და ჯარისკაცები იყვნენ საქართველოში. გეთანხმები? თუმცა მე მაინც გეტყვი რომ აი იმ დიდ მეფეებსაც რომ არ ყოლოდათ გვერდით, აი თუნდაც უსახელო დედოფლები რომ არიან, რომლებიც კომფორტს უქმნიან მებრძოლ მამაკაცებს, მათ გვერდით არიან ისტორიაში სახელებიც არ ვიცით მათი უმეტესობის, ეს უკვე და ყველაფერი შეწირეს. აი ესეც და ერთი რამ მინდა კიდევ თქვა რომ სულ ვამბობ ამას. ჩემთვის იქ ყველაზე ამაღელვებელი რაც იყო, რომ თავისთავად ძალიან მაგარია, როდესაც აკეთებ აი მონტე-კარლოში. მაგრამ ყველაზე ამაღელვებელი იყო ის, როდესაც ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი გამოაცხადეს და მთელი დარბაზი ფეხზე ამდგარი, აი ოვაციებით შეხვდა, ეს იყო აი რაღაც სხვა სიამაყე და სხვა გრძნობა და ის დაბადებული არის ჩემპიონად. აი the winner არის. და ცხოვრებაში და საოცრება არის პულს თამაშობდა, გადაღებაში იყო, უნდა დაეშალა პული და ბილიარდი. და მოხდა ესეთი რაღაცა. დაშლის დროს ჩავარდა შავი და მოიგო ერთი დარტყმით. აი ერთი დარტყმით მოიგო, იმიტომ რომ აი ეს სხვა ადამიანი ან იბადება ან არა ეს. სხვა შორის ძალიან დიდი მსოფლიო ჩემპიონი იყო მიხეილ ტალი და მე მახსოვს ქალბატონ ნონას ხშირად სპარინგ პარტნიორობდნენ ხოლმე ყოველთვის უგებდა. ბილიარდშიც კი. ნახე ჩვენთან რა სურნელია, გოჩა. ნო მაგარი. შენ ვიცი რომ ძალიან მაგარი გულშემატკივარი ხარ ფეხბურთის. მიუხედავად იმისა რომ მეუღლე კალათბურთელი კალათბურთისაც შესაბამისად მაგრამ ფეხბურთში ხარ ევროპის ჩემპიონატზე ხარ ჩასული გულშემატკივრობდი აი რა არის შენთვის როცა ქართველები თამაშობენ იცი პირველ რიგში სიამაყის უდიდესი განცდა გულშემატკივრობის და პასუხისმგებლობის განცდა იმიტომ რომ მე ვთვლი რომ სპორტი არის ისეთი რამ სადაც გულშემატკივარს აქვს ძალიან დიდი როლი ეს მუხტი რასაც ჩვენ გავცემთ და გვინდა რომ მიაღწიოს მოთამაშეებამდე მართლა აძლევს მათ ძალას ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის ჩვენ და ამას კარგად ვითავისებ და შესაბამისად ყოველთვის აქტიური კომაგი ვარ ხოლმე ქართული სპორტის ზოგადად სპორტი მიყვარს კალათბურთელობის ცოლობა რამდენად რთულია
მივაჩვიე 17 წლიდან ამ ამბავში რა, მისაჩვევი. არა დღეს არა რთულია და ამიტომ რთულია, ვამბობ მაგრამ. რა თქმა უნდა რთულია როცა აქტიურ სპორტშია და თან ძალიან დინამიური დინამიური სპორტია. რეჟიმი არასდროს საერთო თავისუფალი დრო, ანუ ბევრი რაღაც იქ ყვება, თქმა უნდა, ძილი, პროფესიონალი როცა ხარ, აბა რა. დღეს ჩემი შვილიც სპორტს თამაშობს, ისიც კალათბურთელობას აპირებს და არის კიდევაც ამას აქში, შესაბამისად წინ კიდევ გველოდება ეს სირთულე, მაგრამ თან სასიამოვნოა, როცა ხედავ რომ შენი ხელშეწყობით კიდევ უფრო მას ძალას აძლევ, სტიმულს რომ აძლევ. წარმატებული იყოს, ესე ჩემთვის არის კარგი. აი როცა მოვიგეთ, ეს უკვე გასაგებია, ხდებით კარგუნებაზე. აი როცა აგებს მაშინ თუ გაქვს რაიმე ფორმულა როგორ დააწყნარო, როგორ მოეფერო არა, ძირითადად კომუნიკაციაში არის ეს ინდივიდუალურია, ზოგს სჭირდება პირიქით საუბარი და ჩემი მეუღლის შემთხვევაში და ჩემი შვილის შემთხვევაში სჯობს რომ დისტანცირდა და მას მისცეთ მის თავისთვის მცირე დრო საკუთარ თავთან დასარჩენად, თავად უნდა გააანალიზოს, მაგრამ სპორტი წაგების გარეშე არ არსებობს, შესაბამისად უნდა მიეჩვიოს. რა თქმა უნდა, რა თქმა ხანის უნდა. იქნება ხანის. ოჰო, რა ჭკვიანი გოგოა. როგორც ელდარ შენგელაის ფილმში არის პირველად დაინახე მე მივხვდი ის ვინ იყო და ის მივხვდა რომ მე ვარ. ასე იყო შენ შემთხვევაში? არა, ასე არ იყო. იშრომა ბექამ და იბრძოლა რომ ჩემი გული მოეგო. რაომანიკა მგონია რომ ეგ სწორია. რაომანიკა ანუ ერთი ნახვით შეგიყვარდაო და არამედ იშრომა ბექამ და იბრძოლა რომ ჩემი გული მოეგო და მე მომწონს საერთოდ აქტიური მამაკაცები რომლებიც მიზანს ისახავენ და ამ მიზანს აღწევენ. და როგორც სპორტსმენმა ნაბიჯებით. დიახ, მიზანდასახულია 15 წელი ხართ ერთად. კი. და კიდე შრომობს ამისთვის რომ არა, ნახე, მე უკვე ორივე ყვებავს ურთიერთობას. აქ უკვე აქ გარჩევა აღარ შეიძლება, მე მას ისმე ხელს ვუწყობთ, პატივს ვცემთ, გვიყვარს, ხან ვთმობთ, ხან ვჭუბობთ, ხან ვკამათობთ. ეს ყველაფერი ყვებავს ურთიერთობას. იმ ოჯახში, სადაც კამათი არ არის, მე არ მჯერა. ესე იგი ინტერესიც არ არის. და სადაც კამათია და თუნდაც რაღაცა ელემენტი სხვადასხვა ინდივიდები ვართ და ბუნებრივია რომ რაღაცებზე გვექნება განსხვავებული აზრი, მაგრამ ისეთი გამორჩეული საჩუქაა, რომელიც მეუღლეს გაუკეთებია შენთვის. რომელიც აი გახსოვს, შეიძლება არც ისე დიდ რაღაც. არა, ყველაფერი მე ზოგადად ადამიანში ყველაზე მეტად ვაფასებ მადლიერების გრძნობას და ჩემშიც იმდენად დიდია ეს გრძნობა, რომ ნებისმიერ პატარა სიტყვასაც ვაფასებ და სიტყვაც ყოველთვის საჩუქარია. თავარი არის რომ ჩემი პირველი გულშემატკივარია. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე ვიყო წარმატებული. მას ესა ხშირ იცი სწორად ვამბობ, კომპლექსებს პირიქით ასმაგად მოტივირებულია რომ მე უფრო და უფრო წარმატებული ვიყო და ეს მას უხარია. თავი საჩუქარი ეს არის. ეს არის სიყვარული და ამიტომ. მეტოქეობა არ არის, აქ არის სიყვარული. შენთან რა ხდება, შენთან? ჩემო კარგო. მე დასაწყისში ვთქვი რომ რძლად მეკუთვნის მეთქი და კოკო რაშობა, როგორ ბრძანდება ბატონი კოკო კაპანაძე, ბასას მეუღლე. კოკო კაპანაძე კარგად არის, მადლობთ. და ფოცხიშვილის ხელში კარგად. ერთადერთი კერძი რომელიც საც ვაკეთებ, იმით კმაყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა წუხს რომ კოკოს აშიმშილებო, რას ვაკეთებ და ვაკეთებ პასტას, ალდენტე, პასტა, რუკოლა, ოლიო და პარმეჯანო. არა, ყოველდღე არა. კაპანაძე ძალიან გურმანია. ძალიან უყვარს მოსნაობა. ოღონდ ეს ყველაზე გემრიელი საჭმელია თან ჯამრთელი. ჯამრთელი. და ბევრი ჭამა და აი ესეთი ძალიან შეკაზმული საჭმელები ხოლმე თან ხმებით. არის მძიმე. აი ხა ეს არის ფანტასტიკური. აი ღამით რო ადგება კოკო. აი უცებ წარმიხარ შეხოს რეჟისორი ბრძანდებით. აი ღამე გაიგონდა რომ ვიღაც ფაჩუნობს სამზარეულოში, შენ გამოხვედი დანით ხელში და ვინ არის? საერთოდ დაინახე რომ კოკო არის შევარდნილი. მაცივარში და ჭამს. რას? აი პირველი სიტყვა რას ეთქვი? არა, ღამე ჭამა მეც მიყვარს და ამიტომ ვერ მივცემ შენიშვნას და მაცივარში რაც არის, ყოველთვის არის ნამცხვარი, ყოველთვის არის შოკოლადი, გიჟდები. ტვინს სიტყვებს და ყოველთვის არის ხაჭო არაჟანი და ფრეშით შეგიძლია გაიკეთო ყოველთვის. რაც აუცილებელია და კიდე არის ყველი. ყველი, ჩემთვისაც ეგ არის, როცა ყველი მაქვს, ვიცი რომ ყველაფერი მაქვს.
და ხანდახან არაფერი არაა, იმიტომ რომ ადამიანები ერთმანეთს პატივს ცემენ და ხვდებიან, რომ როდესაც ძალიან ბევრს შრომობ. როცა ტვინი რაღაცით, მაშინ როცა კოკო მუშაობს, მე ვეხმარები, როცა მე ვმუშაობ, კოკო მეხმარება. ჩემი დახმარება არის, რომ არ ვზუზუნე. არ ზუ. და შენ სულ გაქვს შოკოლადი. შოკოლადი სულ მაქვს. ანუ აუცილებელი რამ, რაც ენერგიას მოგცემს, ყოველთვის არის. აი სერიალების ყურება გიყვართ ერთად? რომ შენ როგორც რეჟისორი, კინორეჟისორი სვანერად ყურებ, თუ ეს დარწმუნებული. სერიალი არის Twin Peaks-ი, თუ არის ამერიკული სერიალი დაუშვათ რომელიმე. და თუ თუ სორენტინოს სერიალია, იმას სიამოვნებით ვუყურებთ, მაგრამ აი ესეთ სულელურ სერიალებს, არა. მაგისტრის დროს არა, მაგაში რატომ უნდა დახარჯო დრო? არა, მაგრამ ეგარც მიგულისხმე შენ მაგას არ შეხედავ. დრო უნდა დახარჯო სილამაზეში, სილამაზით ტკბობაში, გემოვნებებს უნდა უყურა. შემეცნებაში და იმაში რადგინა. მანიკა მორჩი? აი ვრჩებით ვაფორმებთ უკვე. შეიძლება ვნახოთ. მანიკა როგორი სეზონი გველოდება ვინ არის მეოთხეზე? აი როგორი? ის როგორც ყოველთვის არის გამორჩეული, ყოველი სეზონი ერთმანეთისგან განსხვავდება. სულ არის მოლოდინი, ჩვენთვის საყვარელი ადამიანები ვიხილოთ თითოეული კოსტიუმის უკან. წლევანდელი სეზონიც არის, აი მოულოდნელობებით სავსე, აი ის შოკი ბოლოს რაც გვემართება თითოეული კულმინაციის დროს. არასდროს არ ნელდება. ბევრი შოკი იქნება ეთყობა, ძალიან ბევრი შოკი. და დარწმუნებული ვარ, პირველი ეპიზოდიც იყო ამის დასტური. იმიტომ რომ პირველი ეპიზოდიც ამის მთქმელია. იცი რა, ეს პროექტი ის არის რომ როცა დეტექტივით უყურებ. გაინტერესებს არა მარტო თქვენ ვინც მაყურებელი, ეს ისეთი გადამდებია რომ და თუ ვერ ვნახულობთ ხოლმე ურეკავთ. აბა რომელზე მიდი გადავახიოთ თავიდან, იმიტომ რომ ეს ძალიან მაგარი პროექტია. ეს არის პროექტი, სადაც მაყურებელიც ჩართულია, იმიტომ რომ იქ მუდმივად არის სოციალურ ქსელში განხილვა, ვინ არის, მათი ვერსიები. ხშირ შემთხვევაში გვეხმარებიან ხოლმე. და ძალიან მომწონს, რომ ძალიან გასაიდუმლოებულია. კი. მეგონი ოჯახის წევრმაც არიციან. ამაზე უნდა გავუსვათ ხაზი, იმიტომ რომ სულ არის ეს კითხვა, რატომღაც გონიათ, რომ აი თქვენ მაინც იცით. არა, ნამდვილად არა. რეალურად არ ვიცი, ფიცი არ მიყვარს, მაგრამ თავს ვდებ 100% და პასუხისმგებელი ვარ ამ სიტყვებში, რომ არავინ არ იცის გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულად მათთან ერთად სცენოგრაფიაზე, მუსიკალურ ნაწილზე და ასე. მათაც კი ხელშეკრულებით აუთქმელობის top secret-ი აბსოლუტურად. ხელს აწერ. ხელს აწერ. და ჩემთვის ეს იმდენად დავხურე ეს თემა, იმიტომ რომ მთავარი იყო არ წამომცდენოდა კოკოსთან. კოკო გეკითხება ხო ხანდახან ვინ არის? არა, ამაზე ვუთხარ. არა, კოკო სულ მეკითხება რაღაცებს, ოღონდ ამაზე, აი სულ ვამბობდი, რომ აი რამდენზე მაქვს ხელი მოწერილი, რომ არ უნდა ვთქვა და მოგვიწევს სახლის გაკითხვა. და ამიტომ არა, მართლა არავინ არ იცის, აი იმდენად. აი უკვე ძალიან საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ფანქველა წლები გვაქვს ერთად გატარებული ამ საქმეში. და ერთად ვაკეთებდით, აი ის ეხლაც ერთად ვაკეთებთ 26 მაისს და აი ერთი ფანქველა ამ პროექტის თავარი რეჟისორი და აი ხანდახან ეს ეხვეწებოდი ხოლმე და გატრიალდებოდა წავიდოდა. მე ხო ვეუბნები, კი არ გეკითხები ეს ვიღაც. შეიძლება ეს იყოს, ვეკითხებოდი. შეიძლება ეს. არა, ჩვენ ძალიან სასაცილოები ვართ ხოლმე. და აი ზოგჯერ ისეთი აბსურდი ვერსიები გვაქვს, აი მართლა გარედან რომ ვუყურებ ჩვენს თავს, ნამდვილად ბევრ შემთხვევაში გვეცინება. ისეთი ნამუშევარია ხოლმე. ისეთი იგივე როგორ მღერიან, როგორ იცვლიან პლასტიკას, ეს ყველაფერი ის გუნდი, რომელიც ამ პროექტის უკან დგას, მუშაობს უმაღლესი დონეს პროფესიონალები არის. მე ვუყურებდი ვიზუალურად. იმიტომ რომ ჩვენთვის ხო პირველად რა თქმა უნდა. აღქმა მიდის ვიზუალი. პირველი ეს არის აი რაღაც პროფესიული ჩვევა არის უყურებ ვიზუალს და მე იმით მიდიხარ ლოგიკით იწყებ მე ფიქრს. ლოგიკით არა. მაგრამ ლოგიკა უკვე აღარ არის. ფანტასტიკური კოსტუმებია. მე მინდა კიდევ ერთხელ. საოცარი კოსტუმი. ყველას ნამუშევარი, აი მთელი გუნდის იყო
აი მართლა ძალიან შთამბეჭდავი. თეატელიას კოსტუმებია, ხო? აი ძალიან კოსტუმები არის. მორჩით თქვენ? ესე ჩვენს მორჩით. აი ახლა ეს მოდი როგორც ვიტყვის ჩემი მეგობარი ლაილაის მორჩეთ და გადავიდეთ სავარ საქმეზე. ნაწილზე. აბა, აი ახლა ყველაზე მთავარი კულინარ დუელში ეს არის დაგემოვნება. მასა დაღუპული ხარ, ესეთებს მოგთხოვს ყოველ დღე. ჩვენ იმდენი გავაკეთეთ, მე რა უნდა თელს გააკეთოს? კაფს დავაპურებთ. ნახე, აქ მზადდება ცალკე. აი შეიძლება გადავიღო. გადა- კოკოსვა ჩვენ არ რა თქმა უნდა, დამიჯერებენ. რა თქმა უნდა. ტელეფონს მოგიტან. ვიწყებთ დაგემოვნებას, მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ ჩვენი პარტნიორია Coca-Cola, კლასიკური და შაქრიანი და უშაქრო. მე ძალიან მიყვარს Coca-Cola და აი ახლა შეფებ გთხოვთ. დავაგემოვნოთ ყველაზე გადამწყვეტი დრო დადგა ჩვენს დუელში. ჯერ შეფები დააგემოვნებენ, შემდგომ უკვე მეტოქეები და მეგობრები. თემო, მე მანისა და გადმოგიღებ, ბასა. კარგი? თებში. მე გადმოგიღებ ერთ წუთს შენ და შენს კერტს არ ჭირდება. შეაფასებენ შეფები თქვენს ნამუშევრებს. და მე თქვენ ცირა მთავარი საჭმელში არის სილამაზე, არა. რთული კერძები არ იყო, მაგრამ აი აქ არის უკვე პიკანტურობისა და გემოს კი ნამდვილად. კი, თავარი არის ზომიერად გემოსეიმი. მასა ხო დაიმახსოვრე, იმიტომ რომ კოკო მოგთხოვს მაგას გაკეთებ, დარწმუნებული ვარ, კაპანაძია მეორე და კერძი შეემატება. ოჯახში. მენიუს. აი ნამდვილად. კარგი, კარგი, აი ესე ახლა მე გამოვიდა თქვენც რომ აიღეთ უკვე ორივე გაიმზადეთ კერძი გოგონებო. არის ჯანსაღი. მე ცოტა. ეგ კი, მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ბიჭო, კახურის ჩემთვის რაღაცა ძალიან განსაკუთრებული. დიდი. არა, არის ეთხელი აიღე და ძალიან საოცრად. კაია რა, მაგრამ კახურიზეთი სიამოვნებაა. ძალიან მიყვარს. ო ბატონო, კი ბატონო, თქვენს გასინჯეთ. კი ბატონო, მე დავახსინჯე უკვე დავაგემოვნე. ორივე კერძი არის საოცრად ჯანსაღი და საოცრად დაბალანსებული. ჯანსაღი. აუ რა გემრიელია. ცოტა კბენს თქვენი კერძი სიმართლე გითხრა რაღაცა. რა. გაგეკცათ სიმწარე თუ ესე იყო და მართლა? გეგმილი არ ვიცი, მაგრამ არა, სასიამოვნო გვაკამოლეს დიკბინება. გვაკამოლე ზოგადად ცოტა სიცხარე აუ, აქვს. როგორია? მექსიკა. კი, კი, კი. მექსიკა ხო იცი? მექსიკა კი, კი. სიცხარეს მოითხოვს. მე მგონი გაგიჭირდება საოცრება. აბა, ჩანაწებია. ორივე თანაბრად სასარგებლო და კრევიციკები. კი, კი, კი. აი ახლა აბა, მანიკა თქვენ რა სიტყვით დაანგრილა. გოგოებო? მე ისეთი სიტყვა ვთქვით. დასაწყისშივე გონია რომ ასე უნდა დასრულდეს დღევანდელი გადაცემა. მეგობრობას აწვევი ხო, არა, მაინც? ასია. ასია. ერთხელ ვიყავით არ შეიძლება, მე და მედებასა გოგი მეტოქეები არ ვიყავით. შეიძლება. მე და გოგი ჭიჭინაძე. ჩემი ასევე შესანიშნავი დირიჟორი, მუსიკოსი, ცხინვალი ადამიანი. და თამაშობდით და თამაშით ვუთხარი რომ მე მოვიგეთქო მიუხედავად იმისა რომ თქვენი და გოგის კერძი იყო უკეთესი და გავიდა რაღაც პერიოდი და გოგის შვილი პატარა სანდრო ჩემი ნათლული მეკითხება შენო რატომ თქვიო რომ მამას მოუგეო და ეს ისე ჩამრჩა იმიტომ რომ უცებ მივხვდი რომ აი უბრალო ხუმრობით თუ თამაშით და განდახან შეიძლება შეიძლება დამახსოვრდეს ადამიანს დიდხანს. მანიკასთან გოჭა იცი, რა აგებული- შეაფასებ. აბარა მე უნდა შევაფასო. აი ეს სიტყვა რომელიც ითქვა რომ მე გავიმარჯვებ თუ რაღაც ამ დაგვარი და მასა მიწინასწარ მეტყველა, ხო? მანიკა ამბობს რომ მეგობრობა გაიმარჯვებს. კი, მე ასე მგონია. იმიტომ რომ ესია. მაგრამ აქ არის დავწყვიტო, დუელი გული. და ზოგჯერ შეიძლება რომ დუელშიც არსებობს დამატებითი დრო დავნიშნო. მაშინ სეკუნდანტები უნდა გამოვიძახო და მე სეკუნდანტების შესაძლებლობა აქ არის. მე ვიტყვი რომ გაიმარჯვა მეგობრობა. ბასა ფოცხიშვილმა. მე გამიხარდა. იმიტომ რომ მოინდომა ძალიან, იმიტომ რომ ასათიანი ჩემმა შეფმა გაიმარჯვა. ბიჭო მარკა ყველა დამჩაგრას არ მიწყეს. არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ კოკოს ექნება მეორე კერძი ჩემ მეგობარს მარტო ნათესავს. აქ ნათესა. გეხუტობასა. მე მე კიდევ გემშვიდობებით შემდგომ შაბათამდე. ნახვამდის. ძალიან დიდი მადლობა.